სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარებიდან იგავი უძღები შვილის შესახებ. დღევანდელ კვირასაც ეკლესია სახელობს როგორც უძღები შვილის კვირას. ეს იგავი თავისი სწავლებით ძალზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია თითოეული ჩვენთაგანისათვის. რადგანაც ყოველ ჩვენთაგანს ჭირდება შეგონება და შეხსენება იმისა, რომ თუ რას ემსგავსება ადამიანი, როდესაც იგი შორდება ღმერთს. ნახეთ როგორ მოხდა, რომ მამას დაშორდა ძე უმცროსი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი ცხოვრება უწმინდურობაში, მძიმე ცოდვებში გაეტარებინა. და მიხვდა, ძალზე მნიშვნელოვანია ამას, რომ იგი მიხვდა გონს მოეგო. თუ რაოდენ დიდი იყო მისი დაცემა. პირველი რაც მოხდა, ეს იყო, რომ გონს მოეგო. შემდეგ ნახეთ, რა თქვა, რომ მივა მამა ჩემთან. შენდობას ვთხოვ, პატიებას ვითხოვ მისგან. და ამასთან ერთად ნახეთ, მარტო ის კი არა, რომ შენდობა ეთხოვა, არამედ საქმეც განუწესა თავის თავს. არა ის ითხოვა მამისაგან, რომ კვლავ ძედ აღედგინა იგი მის ოჯახში, არამედ ერთი რიგითი მუშაკთაგანი ვიქნებიო, ერთი რიგითი მოსამსახურე ვიქნებიო. აი ესეთი სიმდაბლე აჩვენა. და როგორ შეხვდა მას მამა? შორიდანვე, დიდი სიხარულით. სახურებს უთხრა, რომ სამოსელი საუკეთესო შემოსეთო, ზვარაკი განსაკუთრებული დაუკავითო. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ, რადგანაც ჩემი წარწმუნებული დაღუპული ძე კვლავ დაბრუნდა ჩემთან. გასაგებია ყველასთვის, რომ მამაში ღმერთი იგულისხმება და ძეში თითოეული ჩვენთაგანი, რომელნიც მძიმე ცოდვებში ცხოვრობდით თუ ცხოვრობთ და მამის წიაღს, ანუ ეკლესიას დაუბრუნდით. აი ასე შეიტყობს ღმერთი თითოეულ ადამიანს, რომელიც გონს მოეგება და მამის წიაღში, ანუ ეკლესიაში დაბრუნდება. მაგრამ ეს დაბრუნება თუ როგორი უნდა იყოს და როგორი გულწრფელობა უნდა ჰქონდეს ამ დაბრუნებას, ამის შესახებ მამებს მოусმენთ. წმინდა იოანე ოქროპი. ჩვენ მხოლოდ იმას ვლაპარაკობთ, რასაც ეშმაკი ჩაგოგონებს. ხან დავცინით ვინმეს, ხან მახვილ სიტყვავთ, ხან ვწყევლით, ხან ვიფიცებით, ვცურუობთ და ფიცვარობთ, ხან წყენის გამო სიტყვის თქმასაც კი არ ვეშურებით. ხან ამაოდ ვმეტყველებთ და ვყბედობთ მოხუც დედაკაცზე უარესად და იმას ვამბობთ, რაც საერთოდ არ გვეხება. რომ გთხოვოთ რომელიმე თქვენთაგანს, ვინც აქ ესწრებით, შეძლებთ წამიკითხოთ ერთი ფსალმუნი ან რომელიმე ადგილი წმინდა წერილიდან. ვერცერთი ამას ვერ გააკეთებთ, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ თუ კი ვინმეს აზრად მოუვა ეშმაკეული სიმღერები, გარყვნილი და მრუში მელოდიები, მოჰკითხო, გაირკვევა, რომ მრავალმა თქვენთაგანმა ისინი ზეპირად იცის და სრული სიამოვნებით მღერის. მთელი ბოროტება იქიდან მოდის, რომ გვგონია თითქოს საფრთხო წერილის კითხვა მხოლოდ ბერების საქმე იყოს, მაშინ, როდესაც თავად უმეტესად ვესაჭიროება იგი. ის, ვინც ერგში ცხოვრობს და ყოველდღიურად ახალ წყულებს იღებს, მისთვის უფრო არის საჭირო მკურნალობა. ღირსი მამა აბა დოროთე.
ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ღმერთი არაერთგზის გამოუცხადებს თავს მრავალი ხელშესახები მტკიცებულებებით. როდესაც ადამიანური შეწევნა უძლურია, როცა ფიქრობ, რომ გამოსავალი არ არსებობს, იგი მოულოდნელად ცვლის ნებისმიერ სიტუაციას. თითქოს ციხის კარები გააღოს, უხმოდ ეუბნება ადამიანს, მე ახლოს ვარ, ნუ გეშინია, ოღონდ გწამდესო. მაგრამ გადის დრო და ადამიანი უსინდისოდ ივიწყებს ყველაფერს. უფრო მეტიც უსმენს ბნელ ძალას, რომელიც ჩასჩურჩულებს მას. ეს ყველაფერი მხოლოდ დამთხოვაა. უზენაესი განგებულება არ არსებობს. ცხოვრება შემთხვევითობათა ჯაჭვია. იჯერებს რა ამას ადამიანი, ივიწყებს ღვთისწყალობას. დემონი პარავს მას ამ მოგონებებს და ამით პარავს ცხონებას. წმინდანები გვაფრთხილებენ სამი უმთავრესი სულის წარმწყმებელი ცოდვისაგან. ერთ-ერთი დავიწყების ცოდვაა. რატომ გძინავს სულო ჩემო? დროს ამაოდ რატომ ფლანგავ? გახსოვდეს, რასაც უთმობ დროს, შენი ცხოვრება ძისაა. დრო კი იმას ეთმობა, რისკენაც ყურადღებაა მიჯაჭვული. ესე იგი იმას, სადაც გულის საუნჯია. დააკვირდი შენს აზრებს ყოველ კონკრეტულ მომენტში. რით არიან დაკავებულნი? საიდკენ ისწრაფვის შენი გული? ეს შენი ან წარწყმე და ან ცხონება. სამსჯავრო მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ კი არ აღესრულება, არამედ ახლაც. გამომდინარე იქიდან, რას ეთმობა დრო. სულიერი ცხოვრების მთელი აზრი იმისა, რომ არ დავკარგოთ მიმდინარე მომენტი ცხონებისათვის. როგორიც ხარ შენს ფიქრებში, სურვილებში, გადაწყვეტილებებში, ისეთი ხარ სინამდვილეში. თქვენ არ შეცდებით უკეთილშობილესნო, თუკი თქვენს ცხოვრებას ხანგრძლივ ომს მიამსგავსებთ. ყოველი ჩვენგანის ვალდებულება უცხო ტომელებს საკუთარი იერუსალიმი და საკუთარი სამეფო ქალაქი გამოსტაცოს. ანუ ცოდვას გამოვტაცოთ სული ჩვენი. გამარჯვებულსა და განთავისუფლებულს ზეცაში დაუჭკრობელი დიდება ელის, ხოლო იმათ, ვინც საბოლოო მარცხი იწვნია და შეეგუა დაცემას, რომლიდანაც აღარ არსებობს წამოდგომა, ელის მარადიული სიკვდილი. ნუ ისურვებთ სრულ გამარჯვებამდე, ნურც მშვიდობას და ნურც განსვენებას იბრძოლეთ. არქიმანდრიტი რაფაელი. ჩვენს დროს უმადლო შეიძლება უწოდოთ. არა იმიტომ, რომ ეკლესიას მადლი მოაკლდა, არამედ იმიტომ, რომ კაცის გული ცოდვით მოწამლული კარგავს მადლის მიღებისა და შენარჩუნების უნარს. ძველი ქრისტიანები თანამედროვეებისაგან უპირველეს ყოვლისა იმით განსხვავდებოდნენ, რომ ისინი მადლში იყვნენ, მადლით ცხოვრობდნენ და სუნთქავდნენ. ნათლად გრძნობდნენ მის მოქმედებას. ასე ვთქვათ, გულით განიცდიდნენ მადლს და ესმოდათ მისი გამოუთქმელი უსიტყვო ხმა. ამ ადამიანებისათვის მადლი არა მარტო ზეციური სასუფეველის მომავალ სიკეთეთა იმედი იყო, არამედ სიხარული, რომელიც მწუხარებისა და დევნის მიუხედავად მათ მიწიერ ცხოვრებას ავსებდა. მადლი ქრისტიანებს ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანებად აქცევდა. ქრისტიანულ თემებს კი სინათლის კუნძულებად. წარმართულ სოფლიოს ბნელ ზღვაში. ადამიანი გრძნობდა მადლის რეალურ თანხლებას, მის დაკარგვას კი უდიდეს უბედურებად აღიქვამდა და ისე განიცდიდა, როგორც სულიერ წყლდიაც და ტკივილს, როგორც ღმერთისაგან ცხოვრების წყაროსაგან განგდებას. ამიტომ ქრისტიანები ისე იცავდნენ მადლს, როგორც კანდლის ალს, ქარის დაბერვისაგან. ისე იცავდნენ გულს არაწმინდა გულის სიტყვებისაგან, როგორც თვალს ტვერისა და ქვიშისაგან.
მსოფლიო ისტორია დაგვემოწმება, კაცობრიობა ღრმად დასნეულებული ორგანიზმია. იგი რაღაც საშინელი სულიერი სენით არის შეპყრობილი და ყოველი ადამიანი ცოდვის განუწყვეტელი იმპულსების ქვეშ იმყოფება. არც ერთი არსება დედამიწაზე არ არის ისეთი გარკვეული და მანკიერი როგორც ადამიანი. თუ კი საერთოდ შესაძლებელია ლაპარაკი იმ მხეცებისა და ცხოველების შესახებ, რომელთა ქცევებიც ინსტინქტებითაა განსაზღვრული. რაც უფრო ცობილი ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აღიქვამს თავს ასეთად. მრავალი ავკაცი გულწრფელად მიიჩნევდა თავს უპატიოსნეს ადამიანად და კაცობრიობის კეთილის მყოფელად. ამის მიზეზი სინდისის დაკარგვა და შინაგანი სიბრმავეა. როდესაც კაცი მიწის ქვეშეთში შედის, სადაც სინათლე ვერ აღწევს, იგი ვერ ხედავს ობობებს, თავიანთი ბუდეები კედლებზე რომ მოუწყვიათ, ვერც მის ფეხქვეშ მოსრიალე გველებსა და სხვა ქვეწარმავლებს ამჩნევს. ოთახში, რომლის დარაბებით ჩარაზულია, მტვერი და ჭუჭყი არ ჩანს. და პირიქით, როდესაც სახლში მზის სხივი შეაღწევს, მაშინ დაგროვილი ჭუჭყის დანახვა შეიძლება. თვითონ სხივში კი მტვრის ათასობით ნაწილაკისა. მხოლოდ ღმერთის მადლით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა ზომამდე დაეცა ადამიანი. მხოლოდ ხიზელ სინდის შეუძლია კაცის მხილება, მისთვის მისი მუდმივი მდგომარეობის ვნებების, ტყუილის, ეგოიზმისა და ამპარტავნების დანახვება. ცოდვას მრავალფეროვანი გამოვლინებები აქვს ყოფიერების ყველა დონეზე. მან შეცვალა სამყაროს ანთროპოლოგია, ანგელოლოგია, კოსმოლოგია და მეტაფიზიკა. კაცობრიობა პოტენციურად ადამიანში იყო ჩადებული. ადამიანში იყო ჩადებული. ამიტომ ცოდვა ანთროპოლოგიურ პლანში ისე გადაეცემა ადამიანის შთამომავლებს სულიერ ფიზიკური დაზიანებულობის გზით, როგორც მემკვიდრეობითი ავადმყოფობას ნეულის შთამომავლებს. ეკლესია ეს ღმერთთან ურთიერთობის, ადამიანის სულის განწმენდის, გულის მადლით გასხივოსნების ადგილია. ამის გარეშე ის წარსულის საფლავის ძეგლად დარჩება. პორნოგრაფიითა და სექსით გარყვნილ ხალხის გულს როგორღაც პარალიზებული აქვს გონება. მას არ ძალუძს სულიერის მიღება. ამიტომ თვლიდა ეკლესია მთავარ ცოდვად მკვლელობას, მრუშობას და გარყვნილებას. ის ადამიანებს მრავალწლიან ეპიდემიებს ადებდა, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ თანდათანობით, სინანულით განწმენდილიყვნენ ამ ცოდვისაგან. ტაძრებისა და წმინდა ადგილების მონახულების, შინ ლოცვისა და სასულიერო წიგნების კითხვის მიუხედავად, ჩვენი გული ძირგავარდნილ ვარცლივით ცარიელი რჩება, რომლითაც წყლის ამოხაპვას ლამობენ. ვნებებს დამონებულ გულს მადლის მოხვეჭა და შენარჩუნება არ შეუძლია. ასეთი გული გაპარტახებულ ღობე მორღვეულ ბაღს ანდა მიტოვებულ უკარ ფანჯრო სახლს გავს, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს, ვინც კი მოისურვებს. ვნებებით სავსე გული ეწინააღმდეგება ლოცვის სიტყვებს, ისხლეც მათ. ლოცვა კარგავს სიცოცხლესა და ძალას, ზერელე და მკვდარი ხდება. ასეთი ლოცვა ადამიანს ვერავითარ სულიერ ნუგესს ვერ სცემს. ამიტომაც ერთი სული აქვს, როდის ჩაამთავრებს მას. ადამიანი, რომელიც გულის სიწმინდეზე არ ზრუნავს, არ ებრძვის ვნებებსა და ცოდვებს, სულიერად ბრმა, თუნდაც საერო თვალსაზრისით დიდი ტალანტებისა და მრავალი მშვენიერი ღირსების მფლობელიც იყოს. ქველმოქმედებას ეწეოდეს, მჭერ-მეტყველურ ქადაგებებს წარმოთქვამდეს და მეტიც ქრისტიანობის დასაცავად სამეცნიერო აპოლოგიებსაც კი ხზავდეს. წერა-კითხვის უცოდინარი უბრალო კაცი, რომელსაც გულის სიწმინდე აქვს, შენარჩუნებული, უფრო ბრძენია, ვიდრე თეოლოგი, რომელიც საკუთარ
ვნებებს ვერ მორევია. ღირსი იუსტინე სერბი. ცოდვას ღმერთთან უთანხმოება მტრობა და ბრძოლა მოაქვს. იგი ეშმაკის მთავარი იარაღია. ცოდვა ვერ იტანს ღმერთსა და ყველაფერ ღვთაებრებს. ამიტომაც თუ კი ჩასახავდა ადამიანში, ნელ-ნელა ყოველგვარ სიკეთეს ანადგურებს. უპირველესად რწმენას, შემდეგ ლოცვას და სიყვარულს და მარხვას. ცოდვის სიყვარულით ადამიანი თვითმკვლელობას სჩადის. არ არსებობს მასზე უფრო საშიში მკვლელი. იგი ყველაფერ კარგს პოვს ადამიანში. ამიტომ მთავარი საზრუნავი გამოღვიძებული ადამიანისა ისაა, რომ საკუთარ თავში მოკლას ცოდვა, რასაც თვით ეშმაკის სიკვდილი მოხვება ჩვენში. მაგრამ როგორ მოკლა ცოდვა? ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთ კაცს, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია. იგი იმისათვის გახდა ადამიანი, რომ მოგვანიჭოს გამარჯვება მისდამი რწმენის, სიყვარულისა და ლოცვით ღაღადისის გამო. აი ასე შევძლებთ ცოდვის დამარცხებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვიგებოთ.